პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ილია არ გეგმავს ბრძოლას წლის პირველ კვარტალში, რაც ავტომატურად ცვლის მის კალენდარს და აყენებს ვარჯიშებისა და მომზადების გრაფიკს მაისზე, ივნისზე ან ივლისზე. საინტერესოა, რომ ამ პერიოდში რამდენიმე სხვა მებრძოლიც განახორციელებს ბრძოლას, მაგალითად ისლამ მახაჩევი, რომელიც ასევე ივლისისთვის გეგმავს ბრძოლას, რადგან ახლახან დაამთავრა ბრძოლა და მასზე ამოქმედდება რამადანი. სწორედ ამიტომ UFC-ისთვის რთულია ახლავე შექმნას ახალი ინტერიმისტური ტიტული პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯს შორის, ხოლო ტიტული ტოპურიასთვის გადანაწილდეს. ჩემი აზრით, UFC ილია და ისლამ მახაჩევი უკვე იციან, რომ მათი ბრძოლა დიდ ალბათობას წარმოადგენს კულმინაციურ ღონისძიებაზე, იმავე სცენაზე, სადაც შესაძლოა ვიხილოთ ჯონ ალექს პერეირა ან მაიკლ ჩენდლერი. ამგვარად, აღნიშნული დაპირისპირება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანახავი იქნება იმ დღის ბილეთებზე. ახლა მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რატომ ფიქრობ, რომ ილია ტოპურიას UFC-ში ბრძოლების რაოდენობა შეზღუდულია. წარმოიდგინეთ, თუ ილია მოიგებს მახაჩევის წინააღმდეგ, ის მიიღებს მესამე ჩემპიონატის ტიტულს, რაც ავტომატურად აიძულებს მას დატოვოს 155 ფუნტის კატეგორია. ეს არის უზარმაზარი წარმატება, რომელიც ცოტამ თუ შეძლო UFC-ს ისტორიაში. მას შემდეგ, რაც ილია დადგება ასეთი მაღალი მიზნების წინაშე, UFC-ს სხვა ქართველი მებრძოლები, მაგალითად არმანი, შეძლებენ ბრძოლას გამარჯვებულის წინააღმდეგ ტიტულისთვის, რომელიც დარჩება ტოპურიასგან. ფაქტობრივად, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობაა. ილიას შესაძლოა გახდეს პირველი მებრძოლი UFC-ში, რომელიც მოიგებს 3 სხვადასხვა წონის კატეგორიის ტიტულს. და არა მხოლოდ ეს იქნება ბრძოლა რეალური ნომერი 1 pound for pound-ის წინააღმდეგ, ხოლო მახაჩევის დამარცხება აჩვენებს, რომ ილია მზად არის მსოფლიო დონის მებრძოლებთან შესახვედრად. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ტიტულების მოგება ასევე საინტერესო იქნებოდა, ილია ტოპურიას შემთხვევაში მახაჩევის დაძლევა ნიშნავს ნამდვილ ისტორიულ მიღწევას. ისლამ მახაჩევი ცნობილია თავისი გამოცდილებით, კავშირებით ჯგუფი ხაბიბში და პროფესიონალიზმით, რაც მას დგამს რეალურ ჩემპიონად და UFC-ს ტოპ პოზიციებში. ასე რომ, მომავალი ილიასთვის აშკარაა. 1 ან მაქსიმუმ 2 ბრძოლა დარჩება მას UFC-ში. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ილია შეძლებს გამარჯვებას მახაჩევის წინააღმდეგ, მიაღწევს მესამე ტიტულს და შემდეგ შესაძლოა დატოვოს UFC მსხვილი ფულის გამოტანის ან სხვა პროექტებისთვის, რომლებიც უფრო გრძელვადიანი და მოგებიანი იქნება. ახლა გადავიდეთ უფრო დეტალურ ანალიზზე. რა სხვა გამოწვევები და შესაძლებლობები ელოდება ილია ტოპურიას UFC-ში. როგორც უკვე ვთქვით, ილია შესაძლოა აიღოს მესამე ტიტული, თუმცა შემდეგ ჩნდება კითხვა, რას გააკეთებს მას შემდეგ? რეალურად ბრძოლა მაიკლ მორალესთან ან სხვა დიდი ზომის მებრძოლებთან იქნება ძალიან სარისკო, რადგან მიუხედავად ილია ტოპურიას საოცარი ძალისა და ტექნიკისა, ფიზიკური ზომა და წონა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილია ტოპურიას უკვე აქვს გამოცდილება უფრო დიდი მებრძოლების წინააღმდეგ. ნახეთ, როგორ აკეთებდა სპარინგს იან გარისთან და კამარუ უსმანისთან. ეს მას აძლევს სრულ წარმოდგენას საკუთარ შესაძლებლობებზე და საშუალებას აძლევს განსაზღვროს, რამდენად შეუძლია ბრძოლა მსგავსი კლასის მებრძოლებთან. სპარინგი, თუნდაც არასრული დატვირთვით, იძლევა უამრავ ინფორმაციას, სიჩქარეს, რეაქციას, დარტყმების ძალას. სწორედ ეს ცოდნა ქმნის იმ გადაწყვეტილების საფუძველს, რომ ილია შესაძლოა აღარ დაუფაროს ტიტული UFC-ში, არამედ გამოიყენოს საკუთარი შემოსავალი და პროფესიონალური ბრენდი სხვა გზებით. მაშინ, რა შეიძლება იყოს ილია ტოპურიას გეგმები? ბევრი ექსპერტი, მათ შორის მე, ვარაუდობს, რომ ილია შეძლებს 1 ან 2 ბოქსიორი უბრძოლას, რათა გამოიმუშაოს უზარმაზარი თანხა. ეს შეიძლება იყოს მსგავსი სტილი კონორ მაკგრეგორთან, როდესაც მებრძოლი UFC-ს ტიტულების შემდეგ იძენს დამატებით ფინანსურ სარგებელს და შემდეგ ნაწილობრივ ან მთლიანად ამთავრებს კარიერას MMA-ში. რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, მისი მდგომარეობა UFC-ში ასევე ძალიან საინტერესოა. 170 ფუნტში ის ლიდერია და მისი მოწინააღმდეგეები ისეთები არიან, როგორებიცაა ჯეკ დელა მადალენა, იან გარი, შონ ბრედი, ბელალ მუჰამედი, კარლოს პრატესი და კამარუ უსმანი. ეს კატეგორია თავისთავად წარმოადგენს ნამდვილი ბრძოლების ფესტივალს, სადაც ნებისმიერი ბრძოლა შეიძლება გახდეს ისტორიული. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად UFC-ს ღონისძიებას თეთრსახში, აქ ყველაფერი თავისებურია. ასეთი ღონისძიება მოითხოვს არა უბრალოდ ბრძოლას, არამედ ისტორიულ შოუს. აქ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უნარებს, არამედ სახელებსა და პოპულარობას. სწორედ ამიტომ იდეალური დაპირისპირება ამ ღონისძიებისთვის არის ილია ტოპურია წინააღმდეგ ისლამ მახაჩევი. ორივე pound for pound-ის ტოპ მებრძოლი, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ძალა UFC-ში. სხვა მებრძოლები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან,
ჯერ კიდევ ვერ აღწევენ ისეთ სახელსა და მასშტაბს, რომ დაიკავონ ადგილი ასეთი ტიპის ღონისძიებაში. რამდენიმე ბოლო ხმების მიხედვით საუბარი იყო ჰანსაბ შიმაის წინააღმდეგობაზე ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. მაგრამ ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მიზეზი მარტივია: მასშტაბები და ჭარბიწონა, რასაც UFC მებრძოლები ხშირად იღენებენ. ისლამ მახაჩევი გაიზარდა 150 ფუნდიდან 170-მდე და ამ ცვლილებამ მას და მის გუნდს დიდი გამოცდილება მისცა წონის მართვაში. შესაბამისად, მსგავსი ბრძოლა ფინანსურად კარგია, მაგრამ არც მახაჩევი და არც მისი გუნდი არ დათანხმდებიან, რადგან იცავენ რეპუტაციას და სტრატეგიას. საერთო ჯამში ყველაფერი მიუთითებს, რომ UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიება იქნება ნამდვილი შოუ. ილია ტოპურია, ისლამ მახაჩევი, ჯონ ალექს პერეირა, მაიკლ ჩენდლერი და რამდენიმე დიდი სხვა სახელები. მე პირადად ვარ უბრცოეგბული, რომ ეს ბრძოლა იქნება ცენტრში, რადგან ორი top pound for pound-ის მებრძოლი ერთმანეთს დაუპირისპირდება, რაც პრაქტიკულად იშვიათია UFC-ში. მოკლედ, როგორც ჩანს, ილია ტოპურიას UFC-ში კიდევ ერთი ან ორი ბრძოლა დარჩება, მაგრამ ამით მის კარიერაში მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპები დასრულდება. შემდეგი ნაბიჯები შესაძლოა იყოს ბოქსიური ბრძოლები, ფულის გამომუშავება და საკუთარი ბრენდის განვითარება, ხოლო UFC-ში დაბრუნება უკვე პირად გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. ამგვარად, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია ტოპურიას მომავალი UFC-ში საკმაოდ მყაფიოა. ერთი ან ორი დიდი ბრძოლა ტიტულისთვის და შემდეგ შესაძლოა სხვა პროექტები და ფინანსური შესაძლებლობები, რომლებიც გააძლიერებენ მის სახელს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სხვათა შორის, მეგობრებო, სანამ გავაგრძელებთ ილია ტოპურიას თემას, გეგმავთ გადახვიდეთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ბრძოლაზე, რომელიც აჟიტირებას ქმნის MMA ფანებს მთელ მსოფლიოში. ეს არის პეტრე იანსა და მერაბ დვალიშვილის შორის მომავალი შეხვედრა. წინა შეხვედრა თითქმის 3 წლის წინ შედგა და მანამდე მათ შორის იყო გამარჯვებულისა და დამარცხებულის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ რჩება გულშემატკივრების მეხსიერებაში. პეტრე იანმა თავის ინტერვიუში ESPN-ისთვის აღნიშნა, რომ მზადაა ყველაფერი გამოასწოროს. ამჟამად ვატარებ აკლიმატიზაციას. ყველაფერი იდეალურადაა. მზად ვარ ბრძოლისთვის. წარმოაჩინოთ ჩემი მაქსიმუმი და ჩვენთვის შევქმნა შოუ. მინდა გამოვასწორო ის, რაც წინა შეხვედრაში მოხდა მერაბთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი სრულიად სხვაგვარად იქნება. აღსანიშნავია, რომ წინა ბრძოლაში პეტრემ მცირე ტრავმის გამო ველს წარმოაჩინა თევისი სრული შესაძლებლობები, მაგრამ ის არ დანებდა. სწორედ ეს სიძლიერე აძლევს მას დღეს ნდობას, რომ რევანშის მატჩი იქნება სრულიად განსხვავებული, უფრო ინტენსიური და სპანენდ. თუ პეტრემ დაამარცხა მერაბი, შესაძლებელია UFC მას შესთავაზოს კიდევ ერთი საოცარი შანსი. რევანსის შეხვედრა შონ ომელისთან. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი იანვარში დაამარცხებს სონგ იადონგს. პეტრე იმავე ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც ჩვენ პირველად გავჩდით აბუ-დაბიში, ომელი მაშინ წააგო. UFC შესაძლოა ის ბრძოლა კიდევ ერთხელ წამოაყენოს. თუ ასე გადაწყდება, რატომაც არა. ეს ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პეტრესთვის, არამედ მთლიანად ლეგენდარული ბრძოლების რიგისთვის UFC-ში, რადგან მას შეუძლია გამოასწოროს წარსული შედეგები, დაიბრუნოს საკუთარი ტიტული და აჩვენოს, რომ ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიო MMA-ის ასპარეზზე. მომავლის MMA ფანებს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი ელოდებათ. მერაბ დვალიშვილის სტილი და შესრულება ბრძოლის ველზე. ამჯერად საუბარია დრიკუს დუპლესის აზრზე, ყოფილი UFC-ს ჩემპიონი საშუალო წონაში, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი შეფასება მერაბის საოცარი შესაძლებლობებისა. დუპლესი მიანიშნა, რომ განსხვავებით სხვა ბრძოლის სტილებისგან, სადაც მებრძოლები უბრალოდ უჭერენ მეტოქეს ზირს და დიდ დროს ყენებენ კონტროლისთვის, როგორც თვითონ ქონდა გამოცდილება ჯეკ დელა მადალენასთან, მერაბის ბრძოლები სრულიად სხვაგვარია. როცა მერაბი არის ოქტაგონზე, მას არ აქვს ინტერესი მხოლოდ მეტოქის კონტროლში. მისი მიზანია მეტოქის ფინიშირება და სწორედ ეს მომწონს მის სტილში, აღნიშნა სამხრეთ აფრიკელმა ინტერვიუში Betway South Africa-სთვის. ეს კომენტარი აძლევს ფანს სრულ წარმოდგენას, თუ რას უნდა ველოდოთ UFC 323-ზე, რომელიც გაიმართება ამ უქმეებზე ლას-ვეგასში. მერაბ დვალიშვილი დაუბრუნდება ოქტაგონს და მზად იქნება რევანშისთვის ყოფილი ჩემპიონის პეტრე იანთან, რომელიც ცდილობს დაუბრუნოს ტიტული და დააბრუნოს წაგებული ისტორია თითქმის 3 წლის წინ. სწორედ ასეთი ბრძოლები აძლიერებს MMA-ის დრამატიზმს, როდესაც ორივე მებრძოლი ყველაზე რთულ პირობებში აჩვენებს თავიანთ ტექნიკასა და ძალას. მერაბი საკუთარ სტილში შეუდარებელია, აგრესიული, მუდმივად აქტიური, ფოკუსირებული ფინიშზე. ამას დაერთო პეტრე იანიც, რომელიც ვერ მალავს მიზანს, შეასრულოს რევანშის შოუ და დაბრუნდეს ტიტულისთვის ბრძოლაში. მოკლედ, მეგობრებო, ეს ბრძოლა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომავალი UFC ღონისძიება, რომელიც აერთიანებს სპარსულს, რევანსს და უნიკალურ ბრძოლების სტილს. ყველა დეტალი, ვარჯიში, აკლიმატიზაცია, სირთულეები და მენტალური მომზადება ქმნის შესანიშნავ შანსს, რომ ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს მერაბ დვალიშვილის და პეტრე იანის პროფესიონალიზმი და საოცარი შესაძლებლობები.